საღამო მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? ჩემი ხმა როგორ ისმის? მე მგონი კარგად. შემომიერთდით დავიწყოთ. ეს სიტყვა გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს. ან რატომაც არ უნდა იარსებოს ამ სიტყვამ ვაშქალმა. ვაშქალმა. თუ ვაშკაცი არსებობს, ვაშქალიც არსებობსო. ჩემო მეუღლემ თქვა. მე არ მომწონს ეს ეს კადრი. ეს ჯობია. ესე ჯობია. იცით რა არის მეგობრებო? მე ვაპირებ ახლა YouTube-ზე გაგრძელებას ლაიფების. თანდათან გადავინაცვლებ YouTube-ზე, იმიტომ რომ Facebook-ზე უკვე ესეთი მომენტია, რომ თითქოს აღარ იმახსოვრებს ვიდეოებს, ანუ რაღაცა გადაივსო რა, ჩემი ვიდეოების ბანკი და აღარ იმახსოვრებს. ამიტომ მე გადავალ YouTube-ზე და ვეცდები ხოლმე, რომ YouTube-ზე ჩავწერო ლაივები. თუმცა ძალიან გული არ მიმდის, რომ YouTube-ზე ჩავწერო მხოლოდ ლაივები, მაგრამ მოკლედ აქ ხართ, 4 ადამიანი მიყურებს, დავიწყოთ უკვე ამ თემაზე საუბარი. გუშინ ვიყავი ერთ ქალბატონთან სტუმრად და გქონდა ესეთი საუბარი. უამრავ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესო საუბარი გაიმართა ბოლოს. დღის ბოლოს. და ეს დღის ბოლოს საუბარი იყო ასეთი, რომ დაუქორწინებელი გოგოები და ცოლიანი მამაკაცები. თუ როგორ მიდის საქართველოში დაუქორწინებელი გოგოების გაცრუება, იმედგაცრუება, მოტყუება დაქორწინებული მამაკაცების მიერ. ეს თემა ვრცლად არ გავავრცეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ძალიან ხშირი არის. მოგესალმები ნანა. ძალიან ხშირი არის ეს ფაქტები, რომ დაქორწინებული მამაკაცები ახალგაზრდა გოგოებთან იწყებენ ურთიერთობას, თუმცა მათ უმალავენ, რომ ისინი არიან დაქორწინებული და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ გოგოებს თავს შეაყვარებენ და თურმე ისინი დაქორწინებული არიან. მე არ განვიკითხავ არც ერთ მხარეს, არც იმ გოგოებს, რომლებმაც ვერ მიხვდნენ მანამდე და კრიტიკული თვალით არ შეხედეს ასეთ მამაკაცებს და არც იმ მამაკაცებს, რომლებიც იტყუებიან, რომ მათ ცოლები ყავთ და იწყებენ სხვა ქალბატონებთან თვალების პაჭუნს, შებმას, ფლირტს და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ფლირტი ეს არ არის გასამართლებელი, უბრალოდ ფლირტი არ არის ის, რომ მამაკაცმა ქალის შებმის მიზნით დაიწყოს ფლირტაობა. აქ ხდება ხოლმე შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი, როდესაც მამაკაცი ან ქალბატონი ფლირტაობს საპირისპირო სქესთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იტყუება ან ვიღაცის შებმას ცდილობს, მაგრამ ძირითადად აღიქმება ეს ჩვენ საზოგადოებაში როგორც შებმის ერთ-ერთი მანევრა. ამაზე არ გვექნება დღეს საუბარი ფლირტზე. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უშუალოდ მამაკაცი რომ სიტყვიერად, ვერბალურად იტყუება და ქალბატონს ატყუებს, რომ ის არ არის დაქორწინებული, ის თავისუფალია, მას ეს ქალბატონი ძალიან მოსწონს და ასე შემდეგ და შემდეგ ძალიან ბევრი აღმოჩნდება ხოლმე ამის მსხვერპლი, რომ მომატყუა და ცოლიანი ყოფილა. რატომ ვაშქალი, ხომ? აი ვაშქალი რატომ დავარქვი ხა ამ ლაივს?
ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრი ვაჟქალი დედები გვყავს. ანუ ვაჟკაცი დედები, ესე რომ ვთქვათ რა, ვაჟკაცებს შეეფერება, ვაჟქალი კი და ვაჟქალებს შეეფერება. ჩემმა მეუღლემ ასე განაცხადა. არა. ენრიკე წერს ქალბატონს უნდა კონდეს ცოტაოდენი ჭკუა მაგ დროს, არაფერიც. ანუ როცა ატყუებ ქალბატონის ბრალი არ არის, რომ მას ჭკუა არ აქვს. ეს არის უშუალოდ პირდაპირ ამ ადამიანის ბრალი, ვინც იტყუება. მაგას მივახლოდებით ენრიკე და თავს ნუ იმართლებთ ესეთი მამაკაცები რა. ძალიან გთხოვთ. როდესაც ქალბატონს ატყუებ, ამ ქალბატონის ბრალი არ არის, რომ შენ დაუშვი შეცდომა. გესმის? შენ მოიტყუე, შენ შესწოდე. და შენ მერე ამ ქალბატონს ატყუებ, რომ ვერ მიხვდა. რატო უნდა მიხვდეს? ჯერ საერთოდ რატო უნდა იყოს ამაზე საუბარი, რომ რაღაცა გამოვიცნო? კარგი, გავაგრძელებ ახლა საუბარს, სადაც ვიყავი. ვაჟქალი დედების მიერ გაზრდილი მამაკაცები არიან ძირითადად როგორები იცით, რომ ქალში არ ხედავენ ქალს, ქალში ხედავენ მამაკაცს. ანუ მამრი ენერგიის წარმომადგენელი ქალბატონები მოსწონთ მათ. როგორი ქალები, რატომ აგიჟებ ნორმალურებს? ქალი არის ქალი და ნებისმიერი ქალი არის ქალი. ანუ ნებისმიერი ქალი არის ქალი და ნებისმიერი მამაკაცი არის მამაკაცი. ესე ვთქვათ რა. როგორი და რანაირი, ამფერი თუ იმფერი, ეს სხვა თემაა და ქალი არის ქალი, მამაკაცი არის მამაკაცი. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე, როდესაც მამაკაცი ქალს ატყუებს? და რატომ ატყუებს? ჯერ საიდან მოდის ეს ინტერესი, რომ მოატყუოს? ანუ აქაც ძალიან სერიოზულ თემას შევეხებით ახლა. როდესაც მამაკაცი იწყებს ქალის მოტყუებას, ეს არ არის მის მიერ დაპროგრამებული პროგრამა. ეს არის მისი დედის მიერ დაპროგრამებული პროგრამა. დედები, რომლებიც ბავშვებს ატყუებენ და ტყუილში ზდიან. მაგალითად, ძალიან ესეთი ტყუილია ეს, აი თითქოს და დაუზიანებლობა მოაქვს ამ ტყუილს, რომ დედა ამბობს, სამსახურში უნდა გავიდეს, დედა ამბობს, რომ მე ახლა გავალ და მალე მოვალ. დედა გადის და მოდის ღამით. კიდე მეორე ხშირი ტყუილი არის ის, რომ აი ახლა ეს გააკეთე და ეს მოხდება. სულ ერთია რაზე ახლა თმებს შეგაჭრი, ამოგივა, საჭმელ შეჭამ ამას გიყიდი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი დაპირება, რომელიც არ შეასრულა დედამ შვილთან, უკვე იწვევს ტყუილების მიერ მიდრეკილებას ბავშვში. იმიტომ რომ ეს პროგრამა პირდაპირ გადადის ბავშვზე. ვაჟქალი ქალები, რომლებიც თავის შვილებს ბიჭებს ზრდიან, კაცისთვის დედა ხდება მისაბაძი, იმიტომ რომ მამა არ არის სახლში. კაცისთვის, ბიჭისთვის დედა ხდება მისაბაძი პირი და რადგან დედა ხდება მისაბაძი პირი და ძირითადად საქართველოში ვაჟკაცი ქალები ყავს, ხო, აი ვაჟკაცი, წერიანი ქალები ყავს რა, თქვენ დააკვირდით, უმრავლესობას წერები ამოგვდის. გესმით? მეც ჩავთვლი ჩემ თავში, იმიტომ რომ მეც ამომდის წერები. და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ძირითადად, როდესაც ჩვენ დედებმა გაგზარდეს, მათ ჰქონდათ მამაკაცისა და დედაკაცის როლი შეთავსებული ერთმანეთში. გესმით? იმიტომ ჰქონდათ მამაკაცის და დედაკაცის როლი შეთავსებული ერთმანეთში, რომ კომუნისტების მიერ აღმზრდელობითი მეთოდებით აღზრდილი მამაკაცები თვლიდნენ თავს კომფორტულად, რომ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ სახლში, მამალი ქალები კი შეიძლება ეგრეთ არ უნდა ყოფილიყვნენ სახლში. და ისინი რომ არ უნდა ყოფილიყვნენ სახლში, რას აკეთებდა დედა ამ დროს? დედა იღებდა თავის თავზე მამაკაცისა და დედაკაცის როლს. ლურსმანი იყო დასაჭედებელი, ისაჭედებდა, შესაკეთებელი იყო, ისაკეთებდა, ავეჯი გადასატანი, ისაკეთებდა, ბავშვი ასაწიკი, ისაკეთებდა, ბავშვი გასაზრდელი. ამიტომ
ესეთი ფორმულა, რომელიც ჩამოყალიბდა კომუნიზმის აღზრდელობითი მეთოდების შედეგად საქართველოში 80-90-იანი წლებში და 2000 წელშიც იყო რაღაცა ელემენტები, მაგ დროს უკვე გამოფხიზლება დაიწყო ხალხმა. ძირითადად ქალებიც და მამაკაცებიც აღიზარდნენ ვაჟკაცურად. ესმის? და სხვათა შორის საინტერესო თემა გაჟღერდა გუშინ, მამაკაცები, როდესაც მანდილოსნის მიერ ისე იყვნენ პატივისცემაში ძველ საუკუნეებში, რომ მამაკაცები, როდესაც დაინახავდნენ ქალბატონს და ფეხით მოსიარულეს, ისინი აუცილებლად დაქვეითდებოდნენ ცხენიდან და მანამდე ფეხით ივლიდნენ, სანამ ქალბატონი თვალს არ მოშორდებოდა. ასეთი მიმართება იყო ქალბატონების მიერ. ქალს ჰქონდა თავისი ფუნქცია. ქალი იყო მიღებული როგორც მანდილოსანი. ქალი იყო როგორც ღვთიური არსება მიღებული სხვადასხვა ჩვენი წინაპრების მიერ. ქალს დიდი როლი ჰქონდა, როდესაც ქალი მანდილს აწევდა, იცით რომ იქ ჩხუბი თავდებოდა მამაკაცებს შორის. რატომ შეიცვალა ეს ყველაფერი? რა მოხდა? რატომ შეითავსა ქალმა? რატომ შეითავსა თვითონ ქალმა? პროტესტი რატომ არ გაუჩნდა, რომ მამაკაცის როლი მან თავის თავზე არ უნდა მოირგოს? არავითარ შემთხვევაში მამაკაცის როლის მორგება ქალზე არ შეიძლება. რამე თუ ის იწვევს როგორც ჰორმონალური პროცესების დარღვევას, ასევე გარეგნულადაც ის გამოიხატება როგორც ესეთი ცვლილებებს იწვევს ქალში. რა თქმა უნდა, ვაჟკაც ბიჭებსაც, როდესაც ბიჭი იზრდება სახლში, ორ ბიჭს ზრდი, მასში გამომუშავდება ის შეხედულება ქალის მიმართ, რომ დედა ჩემი ამას აკეთებდა, ასე რომ სხვა ქალიც უნდა აკეთებდეს ამას. მე თუ ცოლს და იცოდეთ, მამაკაცების კატეგორია ცოლად ყოველთვის ირჩევს დედას. ხედავს ქალს, ხედავს მასში დედამისის მონაცემებს, ის მას ირჩევს ცოლად. სხვა ქალს ის ცოლად არ მოიყვანს. არის ძალიან მცირე გამონაკლისები, რომელ კაცებსაც პროტესტი აქვთ დედამისის მიმართ და ისინი დედას არ მოიყვანენ ცოლად. მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა თავის დედას ეძებს მანდილოსანში. იცოდეთ ეს. და რომ კითხულობენ ქალბატონები, რატომ ვხვდები ისეთ მამაკაცს, რომ მას შვილები არ უნდა? იმიტომ რომ ქალბატონები, რომლებიც ირგებენ მამაკაცის როლს, თქვენ წარმოიდგინეთ, პარადოქსულია ახლა რასაც გეტყვით, მაგრამ ეს 100%-ით ესეა. ქალბატონები, რომლებიც ერგებიან მამაკაცების შეხედულებებს, ოღონდ როგორ შეხედულებებს, იცი, არა მამაკაცის შინაგან შეხედულებებს, არამედ მამაკაცის გარეგნულად შეხედულებებს, რაც გარეგნულად მამაკაცს უნდა ქალში დაინახოს. მაგალითად, დაბერილი ტუჩები, დიდი ძუძუები, ხო, დაბერილი ძუძუები, გაკეთებული რაღაცეები, სახის ნაკვთების შეცვლილი, არაბუნებრივი. ქალი, როდესაც იწყებს ამ ყველაფრის შეცვლას მამაკაცის გამო, ის ვერასდროს ვერ შეხვდება ისეთ მამაკაცს და არასდროს დაინტერესდება მამაკაცი, რომელსაც ოჯახის შექმნა უნდა, ასეთი ქალბატონით. იმიტომ რომ მამაკაცი, რომელიც ბავშვების გაჩენაზე ფიქრობს, ასეთ ქალბატონთან არასდროს დაიჭერს საქორწილო საქმეს. ამიტომ ქალბატონები აქ რომ ფიქრობენ, რომ რაც უფრო გავლამაზდები, მით უფრო მოვეწონები მამაკაცს და სხვათა შორის ასეთი ქალბატონები სულ ყოველთვის დაეძებენ მამაკაცს. ლამაზები არიან, ყველაფერი გაკეთებული აქვთ, მოწესრიგებული აქვთ ჭხილები, ხელები, ფეხები, ტანი, ტრაკი, ძუძუ, ასე შემდეგ, მაგრამ კაციდან კაცზე გადაინაცვლებენ, იმიტომ რომ ვერ იპოვეს თავისი არავინ და კი იპოვეს თქვა თავისი შესაფერისი, მაგრამ ისინი არ იჭერენ ამ ქალებთან ურთიერთობას. არ უნდათ. მათ უნდათ რაღაცა ერთი კვირით, ერთი თვით, ერთი დღით, მაგრამ
შვილების დედად ისინი ამ ქალბატონს ვერ ხედავენ. რატომ ვერ ხედავენ? იმიტომ რომ ყველა მამაკაცი, როგორც უკვე ვთქვი, ეძებს დედას, დედამისს და როგორ დედას უყურებს ყოველდღიურად ბიჭი. ჩხილები აქვს გაკეთებული, ტუჩები აქვს ესე მოწესრიგებული თუ საქმეშია ჩართული და აქედან იქ დარბის და იქიდან იქ დარბის და აქ იქ წყლებს ზიდავს და იქ საჭმელს აკეთებს და გაგანია შემოქმედებაშია ოჯახის საქმეებით. იცით რა არის მეგობრებო? ჩვენ რაც არ უნდა ვეძებოთ ჩვენი თავის გალამაზებაში ხსნა, რომ ჩვენ რომ ლამაზი ვიქნებით, მერე მოვეწონებით ბიჭებს, ხომ? მით უფრო იმედგაცრუებულები დავრჩებით, იმიტომ რომ მამაკაცები უყურებენ ქალის შინაგანს. ჩემი მეუღლისთვის ძალიან ხშირად მიკითხავს, როდესაც ყოფილვართ ესეთ მომენტში, რომ ყოფილა ესეთი მომენტი, რომ ჩვენ ან წავედით სტუმრად, ან ჩვენთან სტუმრად იყვნენ, ან გარეთ ვიყავით და შევამჩნიეთ ესეთი საინტერესო ადამიანები და ხშირად მიკითხავს რა, რომ თუ მოეწონა ესა თუ ის მანდილოსანი. და ძირითადად ჩემი მეუღლისგან მოდის ესეთი პასუხი. სიცარიელეა მის თვალებში. ანუ ნახეთ, როდესაც ქალბატონის თვალებში არის სიცარიელე, მამაკაცი მას თავის ცოლად ვერ აღიქვავს. ანუ რა არის, იცით, ყველაფერი ლამაზი აქვს ამ ქალბატონს, ყველაფერი შესანიშნავი, მაგრამ თვალებიდან არ გამოდის ეს რაღაც, რაც უნდათ მამაკაცებს. რასაც დედამისში ხედავდნენ, დედური ინსტინქტი, გამკეთლები, ანუ პასუხისმგებლობის მორგებული პასუხისმგებლობით ახსავსი ადამიანები, რომლებიც დედის როლს ასრულებენ, სულ ერთია ხა ის კაცის როლსაც ითავსებდა თავის თავში თუ მანდილოსნის როლსაც, ისინი ყოველთვის ხედავენ და ეძებენ დედას თავის მეორე ნახევარში. და როდესაც ჩვენ უკვე დავიწყებთ აგერ ჩვენ ვისაუბრეთ იაროზისთან, ხო? ჩემს მეგობართან, გადავალთ იმაზე, რომ რა არის სექსუალურობა? არის თუ არა სექსუალურობა ის, რომ შენ გამოიყურებოდი გამომწვევად, როგორც სახეზე ისე ჩაცმით, ხო? არის თუ არა ეს სექსუალურობა, მამაკაცი როგორ აღიქვავს ამას სექსუალურად, თუ არასექსუალურად, მინდა გითხრათ, რომ ასევე პასუხი მომდის ხოლმე ჩემი მეუღლისგან, რა სიგნალსაც აგზავნი, ის მოგდის. ასე რომ, თუ ქალბატონები აგზავნიან თავისი სექსუალური ჩაცმულობით, გამომეტყველებით, გადაკეთებული რაღაც თავისი ნაკვთებით სექსუალურობას, იღებენ მხოლოდ სექსს. მაგრამ თუ ქალბატონები და შემდეგ ეს ქალბატონები იმედგაცრუებულები რჩებიან, რომ რატომ არ უნდათ ამ მამაკაცებს ჩემთან შვილის გაჩენა, ხო? კითხვა ისმის, გავხარ მის დედას? თუ არ გავხარ მის დედას, მას არ მოუნდება შვილის გაჩენა შენთან. დააკვირდი მის დედას, როგორია მისი დედა და ისეთი გახდი და ნახე თუ არ მოუნდება შენგან შვილი. რა თქმა უნდა, ლამაზია, ქალბატონები ლამაზები არიან, როდესაც ისინი იპრანჭებიან, მაგრამ ბუნებრიობა არის ესეთი, ნახეთ, დააკვირდით ცხოველთა სამყაროს. მართალია ჩვენ ცხოველები არა ვართ, მაგრამ ჩვენ ცხოველური ისენი გვაქვს მერქმალები, ელემენტები გვაქვს ჩვენ თავში. მაგალითად, მამრი და მდედრი ცხოველები. მამრი ყოველთვის გამოიყურება ლამაზად. მამრი ფრინველიც და ცხოველიც ლამაზია. მაგრამ მდედრი არის რაღაცნაირი, რაღაც მრგვალი, არც თუ ისე ლამაზი როგორც მამრი. ხო? რატომ არის ესე, იცით? არის ესეთი მომენტი. მამრმა თავი უნდა მოიწონოს მდედრთან. ამიტომ ის ლამაზდება. ამიტომ ის
აი მამალი ნახეთ რა ლამაზია, თავი რაღაცა ბიბილო აქვს, ჭკუაზე არ არის, თავი აწეული, ეს დადის რა, რაღაცნაირია და ის ქათამი არის რაღაც და ბუნჩულა რაღაცნაირი, მამალი ვით ლამაზი არ არის ქათამი, ხო? ანუ დედრი ქათამი. მამალი ლამაზია. ასევე არის ყველა ფრინველში დააკვირდით რა ლამაზია მამრი სქესის წარმომადგენელი, თუნდაც ლომის სახე რო ავიღოთ. ლომი რა ლამაზია მამრი, ხო? ფაფარი და ასე შემდეგ. დედრი კიდე რაღაც გაწუნ რაღაცნაირი, ხო? ეს არის ბუნებრივი საკითხი, როდესაც მდედრი არ იწონებს თავს მამრთან. ყოველთვის მამრი იწონებს მდედრთან თავს. და რა თქმა უნდა ბუნებრივად ის უფრო ლამაზდება. მაგრამ რადგან დღეს ყველაფერი შეცვლილია, ანუ ყველაფერი თავდაყირად დგას, აქ უკვე დაიწყო მდედრმა მამრთან თავის მოწონება, გალამაზება, გადაკეთება, არაბუნებრივად გადაქცევა. გესმის? არაბუნებრივი სილამაზის შეძენა და ეს აბნევს მამრ სქესის წარმომადგენელს. რამე თუ მისი ბუნებრივი მდგომარეობა ოჯახში არის ის, რომ დედამისი იცი როგორია, გაწეწილი, დადის აკეთ იქით აკეთებს ყველაფერს, აკეთებს, სულ საქმეშია, საცალია მაგას გალამაზებისთვის და უცბად ხედავს, რომ რაღაცა საზოგადოებაში გადის და ულამაზესი ქალბატონების გარემოში ხდება. დაბნეულია ძალიან მამრის სქესის წარმომადგენელი. იმიტომ იწყებს ტყუილებს. სახლში ყავს ცოლი, დედამისისნაირი, მაგრამ სიხარბე მწასძლია და აი ამ ლამაზი ქალების დანახომ გადარია კაცო და ყველა უნდა. გესმის? ყველა უნდა. რატომაც არა ის უშვებს სიგნალს სექსი. ესეც უშვებს სიგნალს მოდი გესექსაო. გესმით? ამიტომ დაბნეულობებია, ყველაფერი არეული და არეულია, ქაოსია და ამას დალაგება შედება უბრალოდ. ქალბატონებს ნუეწყინებათ, რომ მამაკაცები იწყებენ ტყუილების მოყოლას, იმიტომ რომ ადვილია ტყუილის თქმა. ადვილია ადამიანის შეცდენა, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არ არის ადვილი. მე მქონდა უმძიმესი შემთხვევა ჩემს პაციენტებს შორის, რომ სწორად ესეთი მომენტი მამაკაცს მოეწონა ქალბატონი, მათ ჰქონდათ ერთი დღიანი უმაგრესი ურთიერთგაცვლა, ესე ენერგეტიკული ურთიერთგაცვლა, ესე რომ დავარქვათ. და აღმოჩნდა, რომ ამ მამაკაცს საცოლე ყავს. ეს ქალბატონი დაორსულდა, მაგრამ ამ მამაკაცმა დაიკიდა ეს ქალბატონი, იმიტომ რომ ერთდღიანი სექსი ჰქონდა მასთან მხოლოდ. და უბრალოდ გართობის მიზნით რა. იმიტომ რომ ამ ქალბატონისგან მიუვიდა მას ეს იმპულსი, რომ მას უნდა მასთან. სინამდვილეში ხდება ასეთი რამ. მამაკაცმა აღიქვა ეს იმპულსად, რომ ამ ქალს უნდა ეს მამაკაცი. თუმცა ამ ქალის რეალობაში იყო ასეთი მომენტი. ეს მამაკაცი იმდენად შეუყვარდა ერთი ნახვით, რომ მასთან მთელი ცხოვრება წარმოიდგინა. წარმოიდგინა, რომ ის მასთან ცხოვრობს, ის უკვე მისი ქმარია, ის უკვე არის მისი ანი, გესმის? და ამ კაცის თავში სულ სხვა რამე იყო. აი, დაუკმაყოფილებელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებენ ასეთი ქალები. სამწუხაროდ. შემდეგ ეს მამაკაცი პასუხისმგებლობას არ იღებს თავის თავზე და ყოველთვის ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს ასეთი ქალბატონის გამოხტომა. თუმცა ეს აქტი ორივეს მხრიდან მოხდა, ხო? ორივეს მხრიდან. აქ მხოლოდ ეს ქალბატონი არ არის დამნაშავე, აქ ეს მამაკაციც დამნაშავეა. მამაკაცები, როდესაც დაბნეულები არიან, ხომ? სახლში ცოლი ყავთ და გარეთ ამ ლამაზი ქალბატონების გარემოცვაში იმდენად საინტერესოა მათ სურთ ამ ქალბატონებთან, ხო? ესე სასურველი ქალბატონები რომ არიან, ცნობას ვერ უძლებენ და ვერც ქალბატონები სხვათა შორის. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს დაბალანსდეს ეს ყველაფერი? რა უნდა გავაკეთოთ?
ძალიან ბევრს საუბრობ მიჯნურობაზე და ძალიან ბევრს საუბრობ ტყუპსულებზე, დუალურ სულებზე, კარმულ ურთიერთობებზე და ასე შემდეგ და სხვათა შორის სასულიერო პირებმა ეს ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოებაში ამის დიდი პრობლემა არსებობს. ძალიან დიდი პრობლემა. თუმცა ამას ხსნიან ასე, რომ ცოლებმა, რომლებთანაც კაცთან 4 შვილი ყავთ, მრუშობაში შეუწყონ ხელი, არ გაშორდნენ მათ და ესე კაცმა იმრუშაოს და ქალმა სახში კაცის და ქალის როლი ერთად შეითავსოს. აი ამას არიგებენ მამაოები, მაგრამ მინდა გითხრათ რა, რომ ეს არის აბსოლუტურად მცდარი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ქალმა უნდა გააცნობიეროს არის ის, რომ შენ ხარ პირველ რიგში მანდილოსანი. შენ თუ პატივს არ გცემენ, სულ ერთი ეს არის შენი ქმარი, შენი ბიძა, შენი მამა, შენი ძმა, შენი ნათესავი თუ მეზობელი. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა აიტანოს ქალმა, თუ კი მას უპატივისცემლად, თუ კი მას შეურაცხყოფენ, თუ კი მას უპატივისცემლად ეპყრობიან და გეტყვით, არსებობს ესეთი მომენტები, რომ ქალბატონის მამა თავის სიძეს პატიჟებს ქალებში. ესეთი მომენტებიც არსებობს, ხალხო. წარმოგიდგენიათ? აი, ჭკუაზე თუ არ გადახვალ, არ შეიძლება რა. ეს ჩვეულებრივი მომენტია. როგორც კი ქალბატონი ამას გაიგებს და მაშინვე თუ არ რეაქციას არ მოახდენს, მისი ბრალია რა. ქმარმა თავში რო ჩაარტყას, რომც უღალატოს, რომც მიაგდოს, არ შემეწოდება ეს ქალბატონი რა. იმიტომ რომ თვითონვე იყო ამის ხელშემწყობი. რეაგირება არ მოახდინა, ხალხო. რეაგირება არ მოახდინა ამ საკითხზე, რომ გაიგო, რომ ის ქალთან იყო, ის ღალატობს, ის ესეთ რაღაცებს ჩადის, ხო? რეაგირება არ მოახდინა. და იმის შიშით, რომ 4 შვილი ყავს, საწავიდე, რა გავაკეთო? რჩება ამ ბოზ მამაკაცთან რა. ბოზ და მრუშ მამაკაცთან. ასევე მამაკაცებიც, ხო? მამაკაცები რომ გაიგებენ, რომ ქალმა უღალატა, მაშინ შეუყვარდებათ ხოლმე რატომღაც ის ქალბატონი. მანამდე რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, მე შეუყვარდებათ ხოლმე ეს ქალბატონი, სხვათა შორის. სამწუხაროდ. რა გავაკეთოთ? რა გავაკეთოთ? როგორ ვიხსნათ აი ეს ვითარება, ხო? ოჯახის სიწმინდის ინსტიტუტი წარმოშვა იმან ილია მეორე, მაგრამ სინამდვილეში ოჯახის სიწმინდის ინსტიტუტი და ოჯახის სიწმინდეს დღეობა კი არა, მრუშობა და სოდომ გომორა მიმდინარეობს სრულიად საქართველოს ოჯახებში. სრულიად. 99% მამაკაცების მრუშობს და ქალები, რა თქმა უნდა, აი ეს დედაკაცისა და მამაკაცის როლს ითავსებენ და წვერებიანები დადიან. წვერიანები. რა უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო, და ის, რომ აუცილებლად გავიაზროთ ის, ტყუილად არ დაწერილა შემოქმედება, ლიტერატურა, ლექსები, პიესები, რა ვიცი, რა 1000 გვარი რაღაც შექმნილა სიყვარულის ამბავზე, მიჯნურობის ამბავზე და ასე შემდეგ. და ეს არ არის მარტო იქ სადღაც კი არ წერია, ეს დღევანდელობაში არსებობს, ხალხო, ეს სიცოცხლის ერთი ნაწილია, როგორც ადამიანს სჭირდება საკვები, ისე სჭირდება ჯანსაღი პარტნიორი გვერდით. თუ ჯანსაღ პარტნიორთან გვერდით არ ხარ, შენ ჩათვალე, რომ ყოველდღე ჭამ შოკოლადს და შენ თავს იზიანებ რა. ან ყოველდღე იღებ ნარკოტიკს, ან ყოველდღე იღებ საწამლავს. მოკლედ ერთი სიტყვით რა მინდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად შენს თავს იზიანებ. თუ კი შენ ჯანსაღი პარტნიორი არ ყავს გვერდით. როდესაც შენი მეორე ნახევარი დგას შენს გვერდით, ჰორმონალურად, მენტალურად თუ ფიზიკურად არავითარ შემთხვევაში არ მოგინდება სხვა პარტნიორი. არ მოგინდება სხვა პარტნიორთან არც გახედვა, არც სექსუალური აქტის გაცვლა და არც მასთან ღალატი. არ მოგინდება მისი ღალატი. არ მოგინდება, იმიტომ რომ ის უკვე შენია. შენ ხარ ბედნიერი მასთან. შენ თუ პარტნიორთან, შენი პარტნიორი ვინც ყავს, ქმარი იქნება ეს, ხო? ქმარი თუ მეგობარი,
შენ თუ მასთან ბედნიერი არ ხარ და არ გამოიყოფა ყოველ წამიერად ბედნიერების ჰორმონი, ჩათვალე რომ შენი თავის მტერი ხარ. ჩათვალე რომ ეს აუცილებლად არის ცდარი აცდენილი გზას, რასაც შენ აკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ შენ შვილები ყავს თუ ოჯახი ქვია ამას თუ რა ქვია, არ ვიცი, ძალიან დარღვეულია ყველაფერი. ძალიან დარღვეულია ყველაფერი დღესდღეობით სოფლიოში და სხვათა შორის იმაზეც გქონდა ჩვენ გუშინ საუბარი. აი ეს მრავალი პარტნიორის გამოცვლა, უკვე 16 წლის ასაკში რომ ქალბატონები იწყებენ სექსუალურ აქტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მოდის სწორედ იქიდან, რომ ჩვენ აღარ ვიცით რა არის სიყვარული. აღარ ვკითხულობთ, სკოლაში აღარ ვასწავლით მიჯნურობაზე ნორმალურად, თუნდაც ვეფხის ტყაოსნის სახით. არ ვიცით რა არის მიჯნურობა, არ ვიცით რა არის სწორი პარტნიორის პოვნა, არ ვიცით რა არის და პროპაგანდა უკეთდება ასეთ რამეს, რაც უფრო ბევრი ქალი გაგისინჯავს, მით უფრო მაგარი ტიპი ხარ. საზღვარგარეთ ეგრეა და აქაც ეგრეა ალბათ. რაც უფრო საზღვარგარეთ უკვე ესია, რომ რაც უფრო ბევრ კაცთან იყავი, მით უფრო მაგარი ტიპი ხარ და უფრო სასურველი ხარ. აქ არ ვიცი ახლა როგორ არის მაგრამ მამაკაცებისში მაგრამ რაღაც მაგ მიმართულებით უფრო მიდიან მამაკაცები, ქალი რაც უფრო გამოცდილება, მით უფრო მოსწონთ, ხო? ხო, ნუ ეხლა ოჯახი უკვე მოძველებული თემაა, იმიტომ რომ აქ ფინანსები შემოდის, პასუხისმგებლობა შემოდის, მრავალი სხვადასხვა რაღაც დავალებები შემოდის, რასაც ადამიანი უკვე ვეღარ უძლებს. იმიტომ ვეღარ უძლებს, რომ უბრალოდ თავისი შესაფერის პარტნიორს ვერ ვეღარ პოულობს, იმიტომ რომ აცდენილი აბსოლუტურად ყველანაირ გზას. არ იცის რას ნიშნავს შესაფერის პარტნიორი. ინტუიცია გათიშულია, ნულია. ეს მაგათი ბრალი კი არ არის, თქვენი ბრალი კი არ არის, ეს არის აბსოლუტურად ჰორმონალური ჩანართების ბრალი, რომელიც შემოდის ჩვენი საკვების მიერ ჩვენს სხეულში. და კიდევ სხვადასხვა სიხშირეების სახით, ჰაერის სახით და ასე შემდეგ. ინტუიცია გათიშულია. თუ ინტუიცია გათიშულია, მაშინ აქ უკვე შენ აღარ იცი შენ ნებისმიერ პარტნიორთან გეგონება რომ უნდა იყო კონდეს სექსი, მაგრამ შენ არ იცი, ანუ აღარ გაქვს ის ინფორმაცია, რასაც ნიშნავს მიჯნურობა. რა არის მიჯნურობა, ხო? ეს ჩვენ ვიცით, მხოლოდ ვეფხის ტყაოსანში წერია სიტყვა მიჯნურობა და აი მიჯნურობა რა და არის ესე რა, რაღაც სიტყვა არის, რომელიც ჯერ არ მესვის რა არის. მაგრამ ამის განხილვას არავინ არ ცდილობს, რატომაც. აი, არ ვიცი ახლა მე საქართველოში, სადაც არ ვიყავი, რაც არ მოვისმინე, რაც არ გავიგე, ამ სიტყვას არავინ არ განიხილავს, ხალხო. რა არის ეს ფენომენი მიჯნურობა, რას ნიშნავს? ვიღაცები მიწერენ, რომ არის ესეთი წინაპრებმა ეს იცოდნენ და ასე შემდეგ. იცოდნენ, რა თქმა უნდა, იცოდნენ. ეხლა გაბატონმა პირადში მომწერა ესეთი ისტორია რა. არსებობდა ესეთი ოჯახი. მამაკაცი დაქორწინა ქალზე და ამ ქალსა და ამ ქალის დასა და ამ მამაკაცს ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში, რომ ძალიან სხვანაირი, ანუ ძალიან ახლო ურთიერთობა ესენი, ანუ ნახეთ, ისეთი მომენტი იყო, რომ ეს ქალბატონი და ეს მამაკაცი სულ ერთია, სადაც არ წავიდოდნენ, სახლში ცხოვრობდნენ, თუ უფრო ახლოს იყვნენ ვიდრე ეს ცოლ-ქმარი. და ესენი ბედნიერები იყვნენ ერთმანეთში. და ამ ქალბატონმა ანუ დამ, ხო? ამ მამაკაცის ცოლის დამ. ვერ დამალა ეს სიყვარული და ხმამაღლა ამბობდა უკვე რომ მას ეს უყვარს და მათ უყვართ ერთმანეთი, გესმის? და ამის შემდეგ ოჯახმა ეს ქალი გააგდო სახლიდან. ნუ ოჯახს შლიდა, ანადგურებდა და წარმოიდგინეთ რომ ეს ქალბატონი მალევე გარდაიცვალა. და ეს მამაკაცის მე მგონი მალევე გარდაიცვალა, აღარ მახსოვს. ანუ როგორი რაღაცა, ჩვენ აღარ ვუყურებთ იმას, რომ რას ნიშნავს მიჯნურობა. ჩვენ ამას სასჯელად ვხდით. ანუ რაღაცა სასჯელია, თუ კი, აი ნახეთ რა, მე არ ვუწყობ ხელს ის, რომ ოჯახები დავშალოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ რა ქვია მაგას, ლოიალობა იმის მიმართ, რომ თუ კი მიჯნურობას საკითხი, ანუ თუ კი მიჯნურობა დავაფიქსირეთ სადღაც, ეს კი არ უნდა ჩავქოლოთ ეს ადამიანები, კი არ უნდა გავკიცხოთ, გავაგდოთ, ამას მოვლა სჭირდება. ამას ისეთი მოვლა სჭირდება, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა უექიმებს ამ ვითარებას. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, აბსოლუტურად დავარღოთ იმ
სიხშირეებს, ანუ რაც ჯანსაღი სიხშირეები, რაც არის დედამიწაზე, ხო, რაც უნდა იყოს ჩვენ მიერ გაგზავნილი ამ სამყაროს და სამყაროს მიმართ, ხო, ამას ვარღვევთ. იმიტომ ვარღვევთ, რომ ჩვენ აი ამ სიყვარულს ვუწოდებთ მრუშობას. როდესაც ნამდვილი სიყვარულია, ამას ვერ იტანს ადამიანის გონება. იმიტომ რომ ესე დათესეს ეს ინფორმაცია, რომ ნამდვილი სიყვარული არ უნდა დაიშვას. რა თქმა უნდა, ეხლა წინასწარ ამ კაცმა არ იცოდა, რომ ეს ქალბატონი იყო მისი მიჯნური, ხო? მაგრამ გაირკვა, ვთქვათ, გაირკვა ცოლი, ქმარი და ან პირიქით, ცოლი, ქმარი და მაზლი, ხო? მათ უყვარდებათ ერთმანეთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მუშაობენ. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, ხალხო, რა ურთიერთობაა ეს. და თუ ამ ადამიანებს შორის არის ისეთი მიზიდულობის ძალა, რომ მათ არ შეუძლიათ სხვანაირად, ხო? ჩვენ ამას კი არ უნდა დაუშალოთ, ჩვენ უნდა მოვუაროთ, უაქიმოთ, როგორ გითხრათ რა, ამას სჭირდება მოვლა. იმიტომ რომ რო არ დაზიანდეს აქ ან ეს ქალბატონი, ან ეს მამაკაცი, ან ის მესამე პირი, ხო? რომ არ დაზიანდნენ, რომ არ გარდაიცვალონ, რომ არ თავის მისია რომ არ შეასრულონ, ხო? აუცილებლად უნდა ამას საუბარი, გარკვევა. ფსიქოლოგები მარტო დედასა და შვილს შორის კი არ არიან და იმასთან და იმას შორის კი არ არიან, რა ვიღაცა სცემა და რაღაცა ტრამვირებულია. ესეც ტრამვირებული, ესეც ტრამვა არის, როდესაც შენ გიყვარს ადამიანი, რომელიც ის ხვისია და რამდენი სიმღერა დაწერილა, თუნდაც ჯეიმს ბლანტს აქვს ესეთი სიმღერა, რომ მეტროში გნახეო რა და მაგრამ სხვის გვერდში იყავიო და ერთი ნახვით გაიგო ის მიხვდა რომ ის მიჯნური. მოკლედ ერთი სიტყვით ამას ყურადღების მიქცევა უნდა რა. ერთი ნახვით სიყვარული არ არის რაღაც ილუზია, არ არის რაღაც წარმოსახვითი, არ არის რაღაც მოყოლილი, მხოლოდ ზღაპარი. ესენი არსებობს დღესაც. და ერთი ნახვით შეყვარების მომენტი არ არსებობს, რომ ვიღაცა იტყვის, არსებობს, ხალხო ძალიან იშვიათად, მაგრამ არსებობს. ნამდვილად არსებობს. ფაქტები არის უამრავი. და ჩვენ თუ ამას არ მოუარეთ, აი მაგალითად გეტყვით რა, ეს მამაკაცი, რომელიც აი ამ ქალბატონის დის მიჯნური იყო, მაგრამ ამ ქალბატონზე იყო დაქორწინებული მის დაზე. ხო? რა თქმა უნდა, ბედმა მოახვედრა ამ ოჯახში. თავის მიჯნურთან მიიყვანა. ოღონდ განსაცდელის სახით. მას ეს დავალება ჰქონდა ამ მოსახსნელი, გესმით? აქ უკვე ზეციური იერარქიების დავალებები იხსნება და ვიღაცა დამცინებს ახლა რომ რა ზეციური იერარქიების დავალებები, ყველაფერი ზეციური იერარქიებისგან მომდინარეობს. ჩვენ ხვდებით ამა თუ იმ გამოცდაში და ჩვენ რომ ეს გამოცდები სწორად ჩავაბაროთ და სიკვდილით არ დასრულდეს ეს ყველაფერი, ხო, მადლის გასვლით. ჩვენ აუცილებლად გვესაჭიროება ინფორმაცია ამა თუ იმ кейსებზე რა, ანუ ვითარებებზე. და შენ თუ არ გაქვს ეს кейსი, შენ აუცილებლად ან დეპრესიას აიკიდებ, ან ავადმყოფობებს აიკიდებ, ან აიკიდებ გულის დაავადებებს. ძალიან ბევრი გულის დაავადებით დადის, ახლა იცით. რატომ? იმიტომ რომ არ არიან სწორ პარტნიორები არ ყავთ მათ სწორად არჩეული. არა. იმიტომ რომ რატომ იცით? ვიღაცის სიტყვაზე დაქორწინდნენ. თავის შინაგანზე კი არ მიენდნენ და გამოსცადეს. თავის შინაგანზე არც იცნობენ როგორ უნდა გაიგონ. ამიტომ ვიღაცას უთხრა, იმან იმას გააცნო, იმან იმას ჯადო გაუკეთა, იმან იმას რაღაცა გაუკეთა, ის გაუკეთა, ეს გაუკეთა. აი ესეთი ოჯახები გვყავს დღეს და იმიტომ არის დათრგუნული ჩვენი ბავშვები დღეს უმრავლესობას სჭირდება ფსიქოლოგი. რატომ, ხალხო, რატომ? არ უნდა სჭირდებოდეს ბავშვებს ფსიქოლოგი. არა, ჯანსაღ გარემოში, ჯანსაღ სოციალურ სფეროს ფსიქოლოგების ბუმი არ ეყოლება და მამაოების ბუმი არ ეყოლება და მაინც ისე სიბნელეში არ იქნება. ჯანსაღ გარემოში ბავშვი იზრდება დედისა და მამის სიყვარულის ქვეშ. და დედასა და მამას თუ სიყვარული არ აქვს და მამა სხვა ქალებში გარბის და დედასაც წყალი იტანჯება და აქ დედაც არის და მამაც არის ოჯახში და ბავშვი ამ დედას, მაშინ ეს ბავშვი როგორ უნდა გაიზარდოს ჯანსაღი? ხო?
ვერ გაიზრდება ის ჯანსაღი. ამიტომ აღარ ქორწინდებიან და აღარ ოჯახდებიან და აღარ იქნება ბოლო ჟამს ცოლი და ქმარი. აქ იქნება, აქ სულ სხვა რამე იქნება, ხალხო. აქ სულ სხვა რამე იქნება. აქ იქნება მიჯნურთა ერთობა. აქ ცოლი და ქმარი გავფორმდეთ ჩვენ ცოლა და ქმარად, რომ შენ მე არ დამადო და რაღაცა აი გაფორმებას არ ქონდეს საკითხი, ხო? ლუციფერულ სატანურ გაფორმებებს და ქაღალზე რაღაცეების დაჯღაბნას აღარ ქონდეს საკითხი, არამედ აქ უკვე ზეციური იერარქია შეუერთდეთ და რა ქაღალდები და რა გაფორმებები ხალხო მე ვნახე ჩემი მიჯნური და იმან ვნახა მე და ამას ჩვენ ვერ გავყრის ვერაფერი თქვათ, ხო? აღარ იქნება ცოლები და ქმრები ბოლო ჟამსო ქრისტე ამბობს. და ეს ყურაცაღებია, ეს სხვას კი არ ეუბნება, ჩვენ გვეუბნება. ჩვენ ვიღაცა სხვებს და სხვა დროში კი არ ეუბნება ხალხს, ჩვენ გვეუბნება დღევანდელ დღეობაში. დღეს არის ბოლო ჟამი. აღარ იქნებიან ცოლები და ქმრები. იმიტომ რომ ყველა გაიგებს, რომ ეს არის დებილობა. ეს არის მართლა ერთ-ერთი უკვე მოძველებული თამაშის ერთი მონაკვეთი, რომელიც ვითამაშეთ და მოძველდა და აღარ გვინდა რა. გეყოს რა, ლუციფერა, სატ-ისტ, შო, მორჩა. სატ-ისტ არის გეყო წერტილი დაუსვიო რა. რატომ რჩებიან ადამიანები მარტო ესეც ბედის წერაა? რას ნიშნავს მარტო არ რჩება არც ერთი ადამიანი თუ კი მან ღვთიურ განზომილებაში გაიგო მისი მისია. არც ერთი ადამიანი არ რჩება მარტო, აუცილებლად მას გამოუშვება თავისი მეორე ნახევარი. და თუ მას მეორე ნახევარი არ გამოუშვება, ესე იგი მისი მისია სხვა რაღაცა იყო. გესმით? ჯანსაღი ურთიერთობა თუ არ არის, მარტო იყო ჯობია. მედია ესეთი მომენტი იყო, ძველად ფილოსოფოსები, ანუ ანტიკურ ხანაში განიხილავდნენ ასეთ რამეს რა, ძალიან ხშირად ჰქონდათ საუბარი ამ თემაზე. და ოთხნაირი სიყვარული არსებობდა. არსებობდა ესე იგი ან დედმამიშვილური სიყვარული, მერე ქალის მიმართ სიყვარული, რომელიც განასახიერებდა აი ამ ვნებას, მერე არსებობდა რომანტიული სიყვარული და პლატონური სიყვარული არსებობდა. აი ამ პლატონურ სიყვარულზე ძალიან ხშირად საუბრობდნენ ფილოსოფოსების წრეში, როდესაც შეიკრიბებოდნენ ისინი. იმიტომ რომ მოსაზრება არსებობდა ასეთი, თუ გინდა რომ სიყვარული არ გაფუჭდეს და არ განელდეს, არსებობს პლატონური სიყვარული. პლატონური სიყვარულის შემთხვევაში სიყვარული არ ნელდება, არ ფუჭდება. თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ არსებობს მიჯნურობა. და მიჯნურობა რომელია? სიბზნის ერთი დარგი. ანუ რა სიბზნის დარგია მითხარით? თქვენ ხო გიფიქრიათ მიჯნურობა რა არის და აგერ მე დავიწყე თქვენთან ვეფხისტყაოსნის განხილვა მიჯნურობის შესახებ, თუ რას ნიშნავს მიჯნურობა, რა სიბზნის დარგია. და აღმოჩნდა, სადამდეც ჩვენ მივედით, ბოლომდე არ განვიხილია, მაგრამ სადამდეც ჩვენ მივედით, აღმოჩნდა, რომ მდედრი სქესის წარმომადგენელი, ანუ მდედრი ენერგია, ენერგეტიკა, მამრ ენერგიას ასწავლის, დავალებებს აძლევს. და თვითონაც იმის ნებისყოფა შესწევს, რომ ამ დავალებების გამო თვითონაც აიტანოს ესა თუ ის მომენტი, მაგალითად 3 წელი ლოდინი, მერე სხვა რაღაც, გესმით? მდედრი ენერგია მამრ ენერგიას ასწავლის და იუდეველებს ეს ტყუილად არა აქვთ, რომ მდედრიდან გადადის მემკვიდრეობა. მდედრი ენერგია არის მამრი ენერგიის მმართველი. იმიტომ კი არა რომ მე მაგარი ვარ უფრო, იმიტომ რომ მდედრი ენერგიის მამრ ენერგიას სურს რომ მდედრმა ენერგიამ მართოს. ეს მისი სურვილია, ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუ ეს შეცვლილია, მაშინ იქ ყველაფერი დანგრეულია, თვითონ მამაკაციც დანგრეულია და ქალიც დანგრეულია. ქალს ამოდის წვერები და მამაკაცს პირიქით. და
ეს რომ ამოგვიტრიალეს, სადღაცა ხო უნდა მივხვდეთ არა და დაუსვათ წერტილი გვეყოფა ხალხო ამ ტყუილებში ცხოვრება, ხო? გავიგოთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მდედრს რომ აჩუმებს ეკლესია, რატომ აჩუმებს მდედრს ეკლესია, როდესაც ქრისტეს პირველ მოწაფე იყო მაგდალინელი და მას ჰქონდა უფლება წირვის, ლოცვის და კურთხევის და ასევე მონათლის და ყველანაირი ეპისკოპოსი იყო. ეპისკოპოსობის როლი ჰქონდა მაგდალინელს და რატომ დააკნინეს ქალი ფსევდოქრისტიანობა რო შემოვიდა პირველ საუკუნეში კირილ პირველი რომ ეტაკა ამ ალექსანდრიის ბიბლიოთეკას და ყველა ქალი ვინც იყო გაწყვიტა და ჩაქოლა განსაკუთრებით ის პროფესორი ქალები და მე ეს გადაწვა მთლიანად ეს ბიბლიოთეკა რაც კი ცნობიერება არსებობდა და უწვალია და უჯაფია ფილოსოფიასა თუ მეცნიერებას და წარმოიდგინე ფსევდოქრისტიანები მოვიდნენ და ჩაკლეს ეს ყველაფერი და მოვიდნენ ქრისტიანები და გააჩუმეს ქალი ჩაქოლეს ქალები თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ქრისტე ამას რო შესწრებოდა რა მოუვიდოდა ქრისტეს სახელით ქალები ჩაქოლეს და გაანადგურეს მეცნიერება და დაირქვეს ქრისტე ქრისტეს ეკლესია პეტრეს ეკლესია დაარქვეს ხო და ეს ყველაფერი შეატრიალეს, გადმოატრიალეს, რომელიც ქრისტემ გამართა. მართასთან მივედით ისევ, გამართა ხალხო, პირველ რიგში ქალი დაიყენა მოწაფედ. პირველი ვისთანაც მივიდა მაგდალინელი იყო და არა და პეტრე და პავლე და არა სიმონი და მათე. მაგდალინელი დაუსვით წერტილი ამას და გაიგეთ, რომ მნიშვნელოვნად პირად ქრისტემ ჩვენ ქალი დაგვიყენა. ქალი თავის მერე, ხო? და თუ შენ ამას გადაუსვი ხაზი და შენ თავს აყენებ ჯერ უწმინდეს და უნეტარეს უწოდებ შენ თავს და მერე ხალს არ ალაპარაკებ შენი დედაც ეგრე რა ბოდიში და შენი დედაც გამოსწორებული იყოს აი ესე ვიტყვი იმიტომ რომ მდედრი მართავს მამრს აქ გრძნობს და კაიფობს მამრი ამაზე. აქ კარგად გრძნობს მამრი ამაში თავს, როდესაც მდედრისგან იმართება. ეს არ არის ის რომ ეს ქალმა როგორ უნდა მართოს. ეს კი არ არის. მამრს სჭირდება ეს. სჭირდება, როგორც სუნთქვა სჭირდება, ისე სჭირდება რომ მდედრი იყოს მისი მმართველი, მისი მიმართულების მიმცემი. თუ ესესი არ არის, მამს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ეკისება, სტრესი უჩნდება, უკვე პასუხისმგებლობის აღება აღარ უნდა თავის თავზე. გესმის? აღარ უნდა ოჯახის შექმნა, გამანებეთ თავი, რამდენი საქმეა და კიდე ახლა ბავშვები მაზრდევინეთ. ხედავთ რა ემართება მამაკაც? კიდევ პასუხისმგებლობა მე მქონდეს, კიდევ მე ვიმუშაო, კიდევ მე ვზარდო ბავშვები და ქალმა რა აკეთოს? იმის თავში ესტრიალებს. იმიტომ რომ ესე დაგვიწეს ეს დღეს, რომ ვითომ კაცი მართავს ოჯახს, არ მართავს კაცი ოჯახს, ოდითგანვე ქალი მართავდა ოჯახს. რატომ იცით? მამაკაცები იყვნენ სანადიროდ წასული და მდედრი იყო ოჯახის თავი, მართავდა ოჯახს, მართავდა ყველაფერს და მამრი რომ მოვიდოდა, მას მოეფერებოდა, ეთყოდა ხვალ რა არის გასაკეთებელი. მართვა არ არის ეს? კაცი კი არ ეუბნებოდა რომ აი აბა რა მოვიფიქროთ რა ქალი ფიქრობდა ამაზე კაც არ ქონდა მაგაზე ფიქრის თავი იმიტომ რომ ის ნადირობდა ის ფიზიკურად ძლიერი იყო ქალი ვერ არის ფიზიკურად ძლიერი ის გონებრივად ძლიერია მენტალურად ძლიერია მაგრამ ეხლა დაღლილი კაცი რომ მოვა სახში და კიდე იმაზე აფიქრე რომ რა გავაკეთოთ ხვალ რა გეგმები გვაქვს აბა დავწეროთ არ უნდა ეს მამაკაც არ სჭირდება ის არის გადასული მხოლოდ ერთ რამეზე რა თავის ფიზიკური ძალა მოახმაროს მდედრს და ამაში კაიფობს ეს მამაკაცი კაიფს იმიტომ ვიძახი რომ აი სიხარულის ჰორმონები გამოიყოფა მასში სასიამოვნო ჰორმონები გამოიყოფა და მის ფიზიკურ სხეულს წყობში აყენებს ანუ ჯანმრთელობას მატებს გესმით მანა გენაცვალე ყველაფერი გიხდება მიყვარხარ მადლობა მანა მეც მიყვარხარ მართალია ქალი უხილავი მართველია ქალი შინაგანით უფრო ძლიერია ვიდრე კაცი
შინაგანად მამაკაცი ძლიერია თუ მოინდომა, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ, არა? ჩვენ უნდა გავიგოთ უბრალოდ ერთი რამ. ფუნქციები აღვადგინოთ სწორად როგორ არის. ჩვენ თუ ეხლა იმას თევზს მოვთხოვეთ ხეზე აძრომა, ხო? როგორც აინშტაინი ამბობდა, თევზს ხეზე აძრომა თუ მოვთხოვეთ, ის თევზი შეიძლება ხეზე აძრეს, მაგრამ კარგია ეს? ანუ ბუნებრივია? ხო, ბუნებრივი ხო არ არის. ამიტომ ის თევზი ხო დაიძრგუნება იმ ხეზე ასვლით და დაიტანჯება და ჯერ ეგეთი ცაერი არ ეყოფა და არ ჯობია თევზი წყალში იყოს და ხეებზე მაიმუნები ძრომიალობდნენ, იმიტომ რომ ყველას თავისი ფუნქცია მისცა ღმერთმა ამ დედამიწაზე რა. თუ ეს ფუნქციები აირევა, ჩვენც ავირევით, ჩვენ შინაგანშიც აირევა ყველაფერი. და თუ ყველაფერი აირევა, მაშინ ჩვენ ვეღარ დავალაგებთ, იმიტომ რომ ქაოსი წარმოიქმნება. მარინა, ძალიან ჭკვიანი ქალბატონი ხართ, დღეს რეინკარნაციაზე საუბრობდით, უფრო ვრცლად რომ ისაუბროთ ამ თემაზე. რეინკარნაციაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ეხლა ამ თემას არ შეეფერება. დედა კაცი და მამა კაცი ოთონიკე ამბობს, ხო? დედა კაცი და მამა კაცი. კაცი, კანი, ცანი. გესმის? გეუბნება კანი, ცანი. დედა კანი, ცანი და მამა კანი, ცანი. კანი რა არის, ხო? ნახე, კანი არის ეს, ჩვენი კანი. კანი არის ერთი დიდი ორგანო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კანის მიერ უკაცრავად. კანი არის ერთი დიდი ორგანო. ეს ორგანო, ანუ თლიანი ორგანოა. ეს აი როგორც ღვიძლია ორგანო, თლიანი კანი რო გაგატყავონ, ხო? აი ეს ცალკე რო დაიჭირონ, ეს არის ორგანო. ამ ორგანოს მიერ ვიღებთ ჩვენ მზეს. თუ ამ ორგანოს აი ავიღებთ, ხო? დედაკაცის ორგანოს. ამ კანს დავაკვირდებით, ის სხვანაირია და მამაკაცის კანი სხვანაირია. რატომ? იმიტომ რომ ეს ესია შექმნილი და ეს ამისთვის არის შექმნილი. დედა კაცი მუსკულებიანი არ არის ლამაზი დასანახი რა. მამაკაცი მუსკულებიანი ლამაზი დასანახია უბრალოდ. ხო? მამაკაცმა რომ 50 კილო აწიოს შეძლებს. ქალმა რომ 50 კილო აწიოს წელს მოიწყვიტავს და შეიძლება საშვილოსნოს დაბლაც დაეწიოს, ხო? ანუ აქ სხვა რაღაცები მოხდება. მამაკაც საშვილოსნო არ დაეწევა დაბლა. არა აქვს და იმიტომ. ქალს დაეწევა დაბლა. ამიტომ მამაკაცი წევს ძიმეს, დედაკაცი კიდე ამ მამაკაც ეფერება. გესმით? ძალას აწევს, აი რა კარგად აწიე. და მე როდესაც გერმანიაში ვიყავ, ესეთი მომენტი მქონდა, რომ ჩემი მეგობარი ერთად ცხოვრობდით გოგო. მამაკაცმა შესთავაზა, რომ დაგეხმარებიო და რუგზაკს გამოგართმევო რა. მე მგონი ქართველი იყო ეს მამაკაცი რა და არაო, იუკადრიცა გესმის? არაო, ამ მამას მე თვითონ ავწევო და რა მე ვერ ვატარებო, გესმის? ანუ ნახე ამ ქალბატონში იმდენად იყო ეს ემანციპაციური რაღაცა ელემენტები გამჯდარი თავში, რომ ვერ დაუშვა ის, რომ მამაკაცმა შესთავაზა რაღაც. ამ მამაკაც იცი როგორ სიხარულის ჰორმონები გამოეყოფა, როცა დედაკაცი იღებს ესეთ დახმარებას. მისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. როგორც ეხლა მე მამაკაცმა მითხრას კომპლიმენტი, რომ რა ლამაზი თვალები გქონს, რა ლამაზი თეთრი თმები გქონს. ჩემი მეუღლე ძალიან ხშირად მეუბნება ამას, რომ ძალიან ლამაზი თეთრი თმები გქონს. შენ რაც უფრო ასაკში შეხვალ და მით უფრო გალამაზდები. მე როგორ გაუძლო ამას, ხო? აი ესეთი კომპლიმენტებს მაძლევს მეუბნება ჩემი მეუღლე. მიხარია. დიახ, მიხარია, რატომაც არა. და მე რომ ვუთხრა ჩემს მეუღლეს, აუ ყოჩახ, რა მაგარი მაგიდა გააკეთე, ნახე? ძალიან მომეწონა. ქალმა რომ მაგიდა გააკეთოს, ოკეი, კაი, შესაძლებელია ხელოვანი თუ არის, მაგრამ ქალმა რომ 50 კილო აწიოს, კომპლიმენტს ეტყვი, რომ ყოჩახ, რა მაგარი ქალი ხარ? არა, ხმალი შეიძლება იქნიოს. ეგ სხვა საკითხია, ეგ ხელოვნება არის. და
მამუკამობს ასიანი ხარ თამარო, ხო აი? კეთი ამბობს უსაყვარლესი ხართ. მადლობა კეთი. ესია რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი როლები ისე, რომ დავწყნარდეთ გესმის მენტალურად და ასტრალშიც დავწყნარდებით, ფიზიკურადაც დავწყნარდებით. იმიტომ რომ ფიზიკურად ის ჰორმონები გვაკლია ჩვენ, აღსადგენი გვაქვს ის ჰორმონები, რაც უნდა მუშაობდეს წესით. და მე ვერც ვირუსი მოგვევრევა და ვერც ვერანაირი ნეგატივი. თმებს რატო არ იღება? ეხლა წეღამ თქვი რატომ არ ვიღებავ თმებს. იმიტომ რომ როდესაც თმებს იღებავ, მეორე საკითხს აგიხსნი, როდესაც თმებს იღებავ, შენ აზიანებ, მიმღებ სიხშირე, ან თმას რომ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, შეღებელი თმით ვეღარ იღებ ინფორმაციას და თმას ძალიან კარგად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია. ამიტომ ინტუიციის განვითარება თუ გსურს, თმას არ შეიღებავ და თუ არ გსურს, თმას შეიღებავ. მართალი ხარ თამარ, მიყვარს შენი მოსმენა, ქალი მეტი ძლიერია, სულიერად აზროვნებს ოჯახისთვის, ქალი ოჯახის თავია, ქალი რომ მეტი ძლიერი და მამტანი ეხლაც გამიჩნდა ამ პერიოდში ჩვენს ემიგრანტებში. ხო, გამოჩნდა, მაგრამ აქ ქალმა ძალიან ცუდი როლი გამოიჩინა, ანუ ორივე შეითავსა, მამაკაცური და მდედრული და ეს არ არის კარგი. ანუ ქალმა უნდა შეითავსოს აუცილებლად მდედრი როლი, მდედრის როლი. თუ ქალმა გადაწყვიტა რომ მამრის როლს ითავსებს, მაშინ ნუღა იწუწუნებს იმაზე რომ ცუდად არის, ავადმყოფობები აუცილებლად შეექმნება მას, აუცილებლად ექნება მამაკაცთან გაურკვეველი ურთიერთობები, აუცილებლად ექნება განმარტოება, მარტო დარჩება ის ასეთი რაღაცეებისთვის მაშინ უნდა იყოს მზად. და თუ არ არის ასეთი რაღაცებისთვის მზად, მაშინ არ შეითავსოს ეს მამაკაცის როლი და გადაწყდება ყველაფერი რა. მამაკაც უთხრას რომ აი ეხლა შენ აკეთებ საქმეს, ჯო. შენ აკეთებ შენ საქმეს. შენ ხარ მამაკაცი, აკეთებ მამაკაცის საქმეს. მე ვაკეთებ ქალის საქმეს. და ეხლა ვიღაცა იფიქრებს რომ მამაკაცის საქმე სამზარეულოში ყოფნა არ არის ეგრე მეგობრებო, არა. მამაკაც თუ უყვარს სამზარეულოში ყოფნა და ის სიამოვნებით აკეთებს საჭმელებს, მამაკაცურია ესეც. ესეც მამაკაცის, იმიტომ რომ მამაკაცები აკეთებდნენ, როდესაც იმას დაიჭერდნენ ნადავლს, ხო? ხორცს ისინი ამუშავებდნენ, ქალები არ აკეთებდნენ საჭმელს. ქალები უბრალოდ რაღაცა ბავშვებს უვლიდნენ, ქალები არიან ბავშვების აღზრდელები რა. მამაკაცები აკეთებდნენ საჭმელს. და ეს მათში ზის. ხორცს, რასაც ინადირებდნენ, მამაკაცი აკეთებდა. ასეც ლამაზი ხარ, უბრალოდ ისე ვიკითხეო, ხო? ხო, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისე ბუნებრივობაში სილამაზის დანახვა. გადაგვაჩვიეს, რაც ბუნებრივია, ის გვაშინებს და რაც არაბუნებრივია, ის მოგწონს. ჩვენ გადაგვაჩვიეს ვინებმა, იცით, განა კომუნისტებმა, არა, მეგობრებო. დაცემულმა ანგელოზებმა გადაგვაჩვიეს. დაცემულმა ანგელოზებმა შემოიტანეს ეს ცნობიერება, ფერების დამზადება, წამწამების შეღებვა სახის, მაკიაჟი ესე იგი, წარბების ამოქნა, ყველაფერი დაცემულმა ანგელოზებმა გვასწავლეს. წერა, კითხვა, მაგია. მეტალის დამუშავება, რითიც მე ერთმანეთით დავხოცეთ. მცენარეების დამუშავება ვთქვი, ხო? ქიმია. დაცემულმა ანგელოზებმა გვასწავლეს. აზაზელი იყო მათი მეთაური. ენოქის წიგნში წერია ეგ ყველაფერი. ხო და მეგობრებო, ეს არა კომუნისტებმა, არამედ დაცემულმა ანგელოზებმა შეასწავლეს ადამიანებს. ყველაფერი არაბუნებრივი მოგწონდეს. თორემ მანამდე ვიყავით ბუნებრივები. ახლა სად გქონდა ჩვენ მაგის თავი, რომ აღმოგოჩინათ თურმე ფერი შეიძლება მოზილო, იქ წაისვა სახეზე რაღაცეები, დაიხატო, ამოიძრო ეს თმები, ტკივა, მაგრამ უნდა ამოიძრო. კარგით რა, ბოლოს და ბოლოს გადაეჩვია თვალი მერე. და ეს ბუნებრივობად მიიღო ის არაბუნებრივი და ვეღარ იტანს მერე იმ ბუნებრივობის დანახვას. ხო და ისე უნდა მივაჩვიოთ, მე მივაჩვიე ჩემი თავი. მივაჩვიე ისე ბუნებრივობას.
ბუნებრიობა ყველას და ყველაფერს უხდება და სხვათა შორის მამაკაცებს რომ ხედავ ხოლმე მოწესრიგებულს რაღაცა აი ესე აქ ესე ლაზერით რო აქ ამოცლილი წვერები ეს დაყენებული სწორად რაღაც წარფები იცით როგორ იმას იწვევს ჩემში აგრესიას ამ მამაკაცს ვერ უყურებ როგორც მამაკაცს მე მიყვარს როგორი მამაკაცის დანახვა იცი როგორ გითხრათ რა აი ომიდან რომ მოხვალ ნაბრძოლი და ის რო ხარ რა დაჭრილი გაწეწილი ჭუჭყიანი არა ეხლა ჭუჭყიანის რა თქმა უნდა მაგრამ ეს არის ბუნებრიობა ხალხ სხვათა შორის აი ეხლა მაგაზე ჭუჭყიანობაზე სუნზე ვისაუბროთ სუნი რა როლს თამაშობს რა იცით რომ მამაკაცი ქალს სუნით ამოიცნობს სურნელით განადუხებით რაღაცა სურნელები რო იყიდება მაგ სურნელები ბლოკავს იმას რომ შენი მეორე ნახევარი სურნელით ამოიცნო იცით თუ არა რომ 99% შენ თუ მეორე ანუ ქალბატონის სურნელს ან მამაკაცის სურნელს ვერ მიიღებ ის გეუბნება პირდაპირ რომ ეს შენი არ არის და თუ კი სურნელით ქალბატონს ან მამაკაცს მიიღებ შენ და აი ხო არის ხოლმე რომ რაღაცა მაიკას რო აიღებ და სუნავენ ხოლმე ხო ეს ფილმებში ხშირად არის აი მაგალითად განსაკუთრებით ეხლა ბოლოს უყურეთ ფილმს ნიკოლ კიდმანი და ანტონიო ბანდერასი რომ თამაშობენ და ეს ქალი ამ კაცის ჰალსტუხს პირში ჩაიტენის ისე მოეწონება ეს სურნელი გესმის და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ რომ მონგოლურ სფეროში მონგოლებში ესეთი რაღაც იყო რა რომ ქალი თუ მიდიოდა მამაკაცი თუ მიდიოდა შორგზაზე ქალი გაატანდა ხოლმე თავის მაისურს რა ანუ შემოსაცმელს რომ აი ეს სუნი გაყვებოდა თან გესმის და ეს სურნელი რომელიც თან დაყვებოდა ამ მამაკაცს იმას აძლევდა ჰორმონებს გამოყოფდა ამ მამაკაცში რომ ის აქ არის გესმის სურნელს მნიშვნელობა აქვს და დღეს მე რო დავდივარ ხალხში ხალხო ისეთი საზიზღარი სურნელები ასხია ძედ იმდენი თან იმდენი რომ აი კილომეტრებში მიშლის ხოლმე ხალხს რა არის ეს ბლოკავს ხალხო სუნის სენსორებს ბლოკავს ყველანაირი პარფიუმი და რა თქმა უნდა შენს მეორე ნახევარს ვერ იპოვია თუ კი შენ ტონა ის გასხია სურნელი ხო აი ფერამონები ხო სახელი გვარ ფერამონები ეს მნიშვნელოვანი საკითხია და სხვათა შორის სურნელები მესამე თვალსაც ბლოკავს ეგრევე თიშავს ეპიფიზის ჭირკვალს გირჩის ჭირკვალს თუ რა ხო გირჩის ჭირკვალი ამიტომ თქვენ თუ გინდათ რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროთ და არ მოგატყუონ მამაკაცებმა ქალებმა მამაკაცებს არ მოვატყუოთ და მამაკაცებმა ქალებს არ მოგატყუონ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ისევის დარღვეული წესები და კანონები რაც აი ბუნებრიობაა რა ბუნებრიობა არის მნიშვნელოვანი მე მქონდა ესეთი მომენტი რა გერმანიაში მომწოდა ერთი ანუ მეგონა რომ მიყვარდა ეს მამაკაცი მაგრამ მოხდა ისე რომ გადაღებაზე ვიყავით და გადაღების დროს ამ მამაკაცის მაისური მოხდა ჩემს ხელში რა ეხლა გამოიცვალა რაღაც და ჩემს ხელში მოხდა და ამ მაისურზე ეს სურნელი რაც იყო იმდენად არ მესიამოვნა რომ გული ამერია კინაღამ რა და მაშინ მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი ეხლა სურნელი თუ არ მოგწონს ამ მამაკაცის მამაკაცი მოგეწონება არ მოგეწონება მამაკაცი რა უბრალოდ შეიძლება გარეგნულად მოიხიბლე ამ მამაკაცის თორე ის შენიანი რო არ არის ნამდვილად გეცოდინება როდესაც სურნელს შეიყნოსავ მისას და ეხლა ხო არ მიხვალ და გისუნებო ეს ხო არ ეტყვი ხო აი რამდენი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა ვიცოდეთ ჩვენ მართალს ამბობ თამარ ასე რომ ჩემო კარგებო
ხვალ მივდივარ კასტინგზე. უნდა გამოვიბრანჭო. ხო და მისურვეთ რომ კარგ როლზე დამაკავონ. ხო. გინდათ რომ მიხილოთ ფილმში? თუ გინდათ რომ მიხილოთ ფილმში, გაუშვით სურვილი ზეცაში რომ ჩვენ გვინდა თამარი ვიხილოთ ფილმში. მე ვნახავთ როგორი მსახიობი ვიქნები. მაინტერესებს. ადრე მსახიობობდი და ეხლა დიდი ხანია კამერის წინ აღარ ყოფილვარ. მადლობა ქეთი. წარმატებებიო, მეუბნება ქეთი. ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა რა. ახლა დაგემშვიდობებით. წარმატებები კასტინგზეო, მადლობა მედია. და ძილი ნებისა. წავედი დავწექი, თორე ხვალ დილით უნდა გავიღვიძო. მანან ამბობს მინდა თამარის როლზე ვიხილო. მეც მინდა. ხო. კაი, გაკოცეთ ახლა. ყველას წარმატებების მოლოცა მიღებულია. წარმატებების სურვილების გაგზავნა მიღებულია. მაგარი მსახიობი იქნები და არა მარტო მსახიობი. მშვიდობიანი ღამე. მადლობა მამუკა, მადლობა ქეთი, მადლობა ნანა. მადლობა ყველას. მადლობა ყველას. მიხარია? იცით რა მიხარია? ხვალინდელი დღე მიხარია. კი, მზი აუცილებლად. წარმატებებიო და დიდი მადლობა ყველას. მართლაც. ხო, სერიალი იწყება და შეიძლება სერიალში მიხილოთ, ანუ მარტო ერთ ფილმში არა, სერიალს იღებენ. არც მე არ ვიცი როგორი სერიალია, თუ არ მომეწონა, უარს განვაცხადებ. მე არ მიყვარს ესეთი უაზრო სერიალებში მონაწილეობის მიღება. კომედიური სერიალია, ოღონდ. კარგით, წავედი. ეს არის მეგობრებო საბუკოს ჩემი მეუღლე სადაც მუშაობს. იმის მაიკა არის, მაიკა გამოსცა და რეკლამას გაუკეთებს. საბუკო არის ესეთი ფრინველთა დაცვის ორგანიზაცია და იმან მაჩუკა ეს მაისური. დიდი მადლობა საბუკოს. საბუკოს ქართულად საბუკო უფრო გერმანული ვარიანტია. უფალს ვებარებოდეთ, სულ გახარებული გამყოფოს მამაზე ციერმა თამაშენს და სრულიად საქართველო. გაიხარე ქეთი ღმერთმა გისმინოს. ყველა შენს და ყველა საქართველოს მაცხოვრებლები, ქართველები ყველა ბედნიერი გამყოფოს უფალმა.